ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ანგარიშის თანახმად ევროპაში ტყის ხანძრებთან არაეფექტური ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი განახლებული რუკების ნაკლებობაა. ანგარიში გაანალიზებულია, როგორ იყენებენ ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად ევროკავშირის სახსრებს საბერძნეთი, ესპანეთი, პოლონეთი და პორტუგალია. ანგარიში აღნიშნულია, რომ პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად გამოყენებული მონაცემები მოძველებულია. მაგალითად, სია, რომელშიც საბერძნეთის ის ტერიტორიები აღნუსხული, რომლებშიც შესაძლოა ტყის ხანძარი გაჩნდეს, 45 წელზე მეტი ხნის წინაა შედგენილი. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ხარჯების მონიტორინგი არასაკმარისია. აქვე განხილულია 2014 წლიდან ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო, ასევე აღდგენისა და მდგრადობის ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები. აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად შერჩეული პროექტები ყოველთვის არ მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. მაგალითად, პორტუგალიაში ნაწილობრივ დატბორილი ტერიტორია ტყის ხანძრებისთვის პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული, რადგან შესაბამისი რუკა მოძველებული იყო და მასში არ იყო გათვალისწინებული რამდენიმე წლის წინ აშენებული კაშხალი.